საპროტესტო აქციებზე ყველა ნაციონალია. აი ამ ფრაზის გახსენების დროს, ყოველთვის მახსენდება მე-6 კლასში ბუნების გაკვეთილზე ნასწავლი ერთი მარტივი ფორმულა, რომელსაც მშვენივრად იყენებდა ქართული ოცნება ბოლო წლების განმავლობაში. ბუნებაში არსებობს ხოლმე ესეთი შემთხვევები, რომელსაც სიმბიოზი ეწოდება, როდესაც ორი სხეული, რომელსაც იდეაში ერთმანეთთან თანაარსებობა არ უნდა შეეძლოს და პირიქით ერთი მეორეს უნდა კლავდეს, რაღაცა ხერხებით ახერხებენ იმას, რომ შექმნან სიმბიოზი ამ მდგომარეობა, სადაც ერთი მეორესთვის აკეთებს ისეთ რაღაცას, რის გამოც მეორე მას არ კლავს. ეს ერთ-ერთი მაგალითი არის ნიანგის და ფრინველის მაგალითი, ჩიტის მაგალითი, რაც კონკრეტული სახეობები არის, როდესაც ეს ჩიტი გამოსცემს ისეთ ხმას, რასაც სიმღერას ეძახიან მეცნიერები, რომელიც ამ ნიანგს ამშვიდებს და პარალელურად რაღაც ზედმეტი დაგვისგან თუ რა ნარჩენისგან უსუფთავებს კბილებს. წლების განმავლობაში ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას იყენებდა ყველა არჩევნების წინ და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური პარტია დღეს არსებობს, არის ქართული ოცნება. ქართული ოცნების გარდა სხვას არავის არ ჭირდება რეალურად რო ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობის როგორც პოლიტიკური სუბიექტის არსებობა პოლიტიკაში, იმიტომ რომ რაღაც მათი ინტელექტუალური რესურსი, რაღაც პარტიული რესურსი არ არის იმხელა და ისეთი, რომელიც რაღაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის დღეს ჩვენთვის და ამას ვერ შევავსებდით. ხო, პირიქით, გაცილებით გაჯანსაღდებოდა თუ ეს ორი პარტია მთლიანად მოცილდებოდა ქართულ პოლიტიკურ ველს. თუმცა ქართული ოცნება ახერხებდა იმას, რომ ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების შიშით ყველა არჩევნებზე ფაქტობრივად მობილიზება მოეხდინა რაღაცა ორჭოფი და რაღაცა შუაში მყოფი მოქალაქეების, რომელსაც ახსოვდა ის ძველი წლები და ის საშინელება, რაც მაშინ ხდებოდა და თავისუფლ ნაციონალური მოძრაობა თავისი პარტაქტივის მობილიზებას ახდენდა ამ ქართული ოცნების მტრის ხატის შექმნით. ხო, რაც ესეც იყო პრინციპში ორივე მართლები იყვნენ, მაგრამ მშვენივრად ახერხებდნენ თანაარსებობას და მაშინ, როდესაც ისინი გვესაუბრებიან, რომ იქ ჩვენ ვდგავართ ნაციონალები, ძალიან ბევრი ადამიანის მხრებზე გადაიარა, ვინც რუსთაველზე დგას ყოველდღიურად იმან, რომ 2012 წელს შეცვლილი იყო ის რეჟიმი, კიდევ ერთხელ გამომეორდებით და შეხედონ თავიანთ რიგებს, ხო, ჩემი მეგობრები მეხუბრებოდნენ, რომელიც არჩევნების წინ, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ჯერ კიდევ უჭერდნენ ქართულ ოცნებას ხარს, თუ მაინც და მაინც ნაცებს უნდა მიცეხმა ქართულ ოცნებას მიეცი, იმდენი ნაციონალი დეპუტატი ყავთ ყოფილი და საკუთარ სიაში, ხო? სახელები და გვარებით, რომ გამოვყვეთ და ჩამოვთვალოთ ახლა რამდენი ადამიანი არის ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრი ქართული ოცნების საპარლამენტო სიაში, რამდენი იყო ბოლო წლების განმავლობაში. შეიძლება არ გვეყავს თლიანი ეთერი და ამას დამატებული, რასაც ხშირად გვაუწყდება ხოლმე, რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის სიები, ხო? 2012-16 წლებში განსაკუთრებით 2012 წელს ვთქვათ ნაციონალური მოძრაობის სიით შესული ადამიანები, აი ესე 20-30 კაცი 2014 წელს გადადიოდნენ ხოლმე პირდაპირ ქართული ოცნების სიაში რაღაც სხვადასხვა კოალიციის სახით, ხო? ანუ მაშინ, როდესაც ისინი გვესაუბრებიან, რომ ჩვენ ვართ ნაციონალები, გადახედონ საკუთარ პოლიტიკურ მდივანს პარტიის, მაგალითად, რომელიც იყო ვანო ბერაბიშვილის ბიძის იურისტი, გადახედონ, რა ვიცი, კახა კალაძეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო მარათონის მთავარი სახე იყო და ეხლა ამას რო გავყვეთ, მართლა არ გვეყოფა ალბათ თლიანი გადაცემის დრო. ასე რომ ყველა ნაციონალი აღარ ჭრის და აღარც გაჭრის, იმიტომ რომ ამ ახალ სამოქალაქო საზოგადოებას გაცილებით უფრო მაღალი თვით შეგნება, ვიდრე რაღაცა პირადი უბედურების უფრო წინ დაყენება, ვიდრე ქვეყნის. ხო, ანუ ამას გულისხმობ განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, ვინც ვთქვათ, გიორგი გახარია, როცა იყო პრემიერ-მინისტრი და მისგან იზარალეს, დღეს არ უშინდებიან იმას, რომ მასთან ერთად იდგნენ აქციებზე, ან ის ადამიანები, რომლებიც თქვათ წინა ხელისუფლებების დროს დაზარალდნენ და საშინელებების გადატანა მოუწიათ, იდგნენ დღეს აქციებზე და ხედავდნენ თუნდაც როცა ეს მათთვის გამაღიზიანებელი არის დღემდე იმ ადამიანებს, ვინც თქვათ მაშინ ჩადიოდნენ რაღაც სხვადასხვა დანაშაულებს, ხო? ანუ რა თავიანთ თავზე მაღლა დადგნენ და მიხვდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ესეთი ძლიერი სამოქალაქო ორგანიზება იქნება და სამოქალაქო საზოგადოება იქნება, ვერც ერთი ხელისუფალი ვეღარ შეძლებს თუ ერთხელ დაამარცხება ამ სიბოროტეს და დარჩები მის მაკონტროლებულად, რომ იგივე განმეორდეს, ხო? ბევრჯერ დაგვემართა ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა აღარ მოთოკეს მაშინდელმა თაობებმა, დაგვემართა ეს 2012 წელსაც, როცა აი ამ აღტკინების შემდეგ მალევე დაიშალა ის სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არსებობდა და
არავითარ შემთხვევაში არ დაგვემართება ეხლა, როცა შეიცვლება ეს ხელისუფლება, იმიტომ რომ განსხვავებული სამოქალაქო საზოგადოება შეიქმნა, განსხვავებული თაობა არის, სხვა განათლებით და სხვა მისწრაფებებით დიდი პატივისცემა ყველა თაობას და ყველა ნაბრძოლ ადამიანს რეჟიმების წინააღმდეგ, მაგრამ მაინც და ხო, ეს აღარ წრის ეს პროპაგანდა, ესე მარტივად შეგვიძლია ვთქვათ.